დღეს 12 საათს მერე გავდივართ, მე დავდომ 2 თვის მანძილზე უნდა მოვიარო სხვადასხვა ევროპის ქალაქი, დაახლოებით 20-მდე ქვეყანას მოვივლით. მოკლედ, გასვლისას ხელმძღვანელი გუმას პინკლობს, ასე ვთქვათ, და გვაცილებს და ძალიან დიდი მადლობა აქედან და სადღაც 9 საათი დარჩა და გავალთ უკვე ბათუმისკენ. ოპა, ბევრი წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. ფლატი არეთ, შავცეთ, ყოველდღიური კარგად და ველოდებით ბლოგებს და ყველა. აუცილებლად, ყველაფერი იქნება. გავგვივართ დავა, შეცილი მგზავრობა, გნახავთ მალე. ხო, სხვათა შორის მეგობრებო, გაბრიელი შემოგვიერთება სად? იტალიაში შევხვდებით ერთმანეთს. იტალიაში შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად. ერთი წუთი რა, შეყვარებულის დაქალება მომაკითხეს. ანუ ეს არის შენი, ხო იგრეა? ეგ არის ჩემი. სად მოვაბათ? მე გეტყვი რომ ეს არის თილისმა, რომელიც ერთმანეთს გვიცავს, ასე ვთქვათ, შეგვიძლია ეგრე ვთქვათ. ჩვენებს ერთმანეთს ვუკიდებთ. ეგ არის. კაი, ეხა ჩვენს დავუკიდოთ ლადოს. ოპა, ეგ არის. აი, ეს ლადოსთან და ესეც ჩემი. всё, დავუცულები ვართ, აღარაფერი აღარ მოგვივა. всё, ვერ დადებით და დავედით. დავай. დიდი მადლობა, აბაჰე. დადი ლადო, დადი. ეგ არის, მეგობრებო, დავიზარით ევროპისკენ ხალხი გვაცილებს. ლადო, ლადო, ლადო. დავედით ხალხო, დავედით. მეგობრებო, აქვე გეტყვის რომ ჩემი გენერალური სპონსორი არის ლიდერ სპორტი. დიდი მადლობა მათ იმისთვის რომ გვერდში დაგვიდგენა მოგზაურობაში. ასევე უღმესი მადლობა ჩემს საყვარელ სოკარს. ბენზინის საცაგინდა, როსაგინდა ყველგან გვექნება და ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდში დაგვიდგენთ. დიდი მადლობა თეგეტა მოტოს, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ზრუნავენ ჩვენი ბაიკების გამართულობაზე. და რასთავარია მშიერი არაძოს არ დავჩევი, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი არის სნექი და წავიღე პატარა შებუთოებში რომ მთელი ევროპა მოვატარო სნექს. ის მე დავანახებს და მე ევროპას ვანახებ, რა პრობლემაა? ოპა, ოფიციალურად დასავლეთისკენ პირველად წავედი ასე შორს. აპგრეიდი იდეალური არის, რომ მივდივარ პირდაპირ ევროპაში. აე, ძაღლები! ვაიმე, რა დებილობა ქნა. სალტო გააკეთა, ბიჭო. გავუმარჯოს, გავუმარჯოს. კარგად, კარგად, მშვიდობიანი დღე. კარგად, მადლობიანი სამახე. Why we can't always like it? Oh, the Tbilishi. Let's go! Let's fucking go! Trochu, dajcie trochu. ჩავედით ბათუმში. ეს არის ტრადიცია, აქ ვიღებთ და ყოველთვის როცა ბათუმში შემოდივარ ფოტოს. ძალიან კაი ფოტო გავუდი ხოლმე. აი, ბათუმში ვართ. აი, სხვაზე არ ყოფილა 3 წელია, სუნი არის ღის. მაგარი სუნი აქვს ზღვაში. აი, ბათუმი, მეგობრებო. მოშ ჩანს. ძალიან წამში ჩამოვიდით, მე თუ კითხავ. ოპა, სალამი, სალამი. ძალიან გერგავ იმძრავეთ, იმას არ შეგხვედრია, მე მგონი ბათუმშიც არ არის და იმედი არც იქნება. დიდი მადლობა აქედან ბათუმს, თუ არ იქნება. რა გავაგზავნებთ ახლა ცოტა ხანში გზას. სალამი. კარგად თავად? დღეს აქ გავჩერდებით, ხვალ წავალთ. გაიხარე, მადლობა ასევე. შენ ვიცი სად ვართ. ალო, ლადო, ლადო, ლადო. გესმის? მე მგონი სხვა შემოხვედი. მე მგონი სხვა. სალამი. სად დაიკარგები ხოლმე, ბიჭო? ანუ ჯერ ქვეყანა არ გავს ვარ და უკვე დავიკარგე სხვა შემოხვიე და იქ ვაჭე დაგვერხა. ცუდადაა ჩემი საქმე. გაუმარჯოს. სალამ. ორი მიზანი. გადასარევ სხვათა შორის წვიმა რა შევთა ძალიან ბედნიერი ვარ, მე მეგონა აქ წვიმა იქნებოდა და ოპა.
ოპა, ჩავეტიე. გამარჯოს. სალამი. შენივად, კარგად. როგორ ხარ? გამარჯოს. გამარჯობა. სალამი. გამარჯობა. ბიჭო, ნელავიარეთ რა. ახალ ბედასთან ერთად ვაყარება დიდად არის რა. თუ რაღაც 20-ჯერ აერია გზა მეტი არ და. მართლა ამერია გზა. დამთაგეთ რა, დავით კონტენტ ასე მაწერია, გეხვეწებით. ამას რამდენიც ხარ წამოღებული და თორივე წამე იყო. საათ ჩამედო, გეხვეწები. სადღა მაგ ადგილი. დადი რა დო ყოლეზობისთვის. სალამი. ბიჭოს ჩატას ვიწორებდი და აბაჰე, კარგად. გავიძარით ბათუმიდან. ცოტა წავიხებსეთ ბენზინის, გავავსეთ, ეხლა მივდივართ საფისკენ, გადავკვეთავთ საზღვარს და ეჩქრება ჩვენი პირველი დღე, სადაც უკვე საზღვარგარეთ მოგვიწევს სეირნობა, ასე ვთქვათ, რომელიც 7 საათი გაგრძელდება, იმიტომ რომ წამსულში მივდივართ და არც ისე ახლოს არის. ეხლა არის 2 საათი და არ ვიცი, იმედი მაქვს არ დაგვაღამდება, ისე ჩავასწრებთ, საერთოდ მოვასწრებთ სასტუმროს მოძებნას. რა ლამაზია. კარგია. ესეც ასე მოვედით საზღვარზე. ოპა. ჯერ მეწავალ, გავაკო დაზღვევებზე. ჩამოვედი თურქეთში. ესე ჩემი პირველი საზღვარგარეთული გასვლა. ჩემი ქალბატონი ვაიმეთი და ეს აკუმულატორი სულ რჩება და დაჯდება და ჩაუ ჩემი წაც ვიკრებ. როგორ შეგრძნება თქვენთვის? სასწაული პირველად ვარ ამ ხელა გზაზე და ემოციებს ვერ ვიკავებ. თან ისეთ სასწაულ ქვეყანაში ვართ, რომ აი ევროპის დასაწყისი არის ფაქტიურად და დიდი იმედი მაქვს, რომ მშვიდობით ჩავიდი დანარჩენ მოგზაურობაც. დიდი მადლობა ესეთ ყურადღებისთვის. მე ხა როგორც გამოცდილი ბორჯომამდე წასული. კეთრით რომ ძალიან კაი შეგრძნება არის. პირველად გადავედი საზღვარზე კი არა საერთოდ ბორჯომს გავსე და დასავლეთში ჩამოვედი. ნახეთ როგორ ლამაზად გამოიყურება ჩვენი ქალბატონები. და გრძელდება ჩვენი თავგადასავალი. პირველ უცხოელ მოგზაურს შევხვდით, რომელიც შოქში არის. რა ბაიკებით ვაპირებთ საწასვლას. აქვე მინდა გითხრათ, რომ ლონდონში ვაპირებდით წასვლას, თუმცა პრობლემა შეგვექნა ვიზაზე. არასწორად შეივსო აპლიკაცია. აქ რა ხდება ხოლმე და უარი მოგვივიდა შესაბამისად. და ეხლა ბოლო წერტილი გვაქვს პორტუგალიამდე. ანუ ყველაზე ბოლო წერტილში ქვევით ჩავდივართ და რა თქმა უნდა არ დაიჯერა ადამიანმა, რომ ამ ბაიკებით მივდივართ ჩვენ პორტუგალიაში. თუმცა რა თქმა უნდა მივდივართ. დაწავალთ, თვაგან ასე დაწავალთ. აი ბატონო, 3 ედვენჩერი. 3 ედვენჩერი კი უეჭველი. წავედით, დავიძარით. აბა, teşekkürler ederim. კარგად ბრძანდებოდეთ თურქიშ yaxshi გავჩუმ. კარგად, ესეთ პირველი წუთები თურქეთის გზაზე. რა მაგარია. აბა სადავარ, აბა სადავარ. ძელ 10 კილომეტრი გაგავლილი. ავა გერმანიამდე ვიკასრებს. ქორწილია? ლაძვაკი და 700 ლარი არ ავერწყად გეხვეწები. ხო, 700 ლარიანი ჯარიმა ავერწყით. გზის ნაპირზე უკუღმა მდგომმა პატრონმა დაგვაფიქსირა, რომ მაღალი სიჩქარით მივდიოდით. შემდეგ ეს ინფორმაცია წინ თავის თანამშრომლებს გადასცა, რომლებიც გზა გადაკეთეს სპეციალურად ჩვენთვის. მთლიანი მოძრაობა გააჩერეს და როცა ჩვენ ჩავირეთ, გადაგვიყვანეს გვერდზე და დაგვაჯარიმა 700 ლარით. დიახ, 700 ლარით. თითო 700 ლარით. აუ, რა გამოანათა? ძლივს რაღაცამ გამოანათა ამ დეპრესიულ თურქეთში. მაგათ გაეზარდათ ინფლაცია, შადაბადა დოზანა. ეს ბიჭი იყო ერთადერთი გამონათება თურქეთში, რომელმაც თავის ჩაიზე დაგპატიჟა. ვისაუბრეთ და ერთი გამომწერით შეგვემატა და ოდნავ დადებითად დატვირთულები წინ გავეშურეთ, მაგრამ გაგვიწვივდა გიჟივით. აგერ წინ ლადო არის ვიზორსთვის ჩაფხუძე. ბენზინი შევავსეთ თუ არა, ეგრევე დაიწყო წვიმა, ველოდეთ ცოტა ხალი 1 საათი, მაგრამ უარესად გაწვიმდა.
თუმცა კიდე კაი ყველაფერი საწვევარი გვაქვს. ნახოთ როგორ იმუშავებს. იმედი მაქვს რომ გაძლებს Samsung-ამდე არის 170 კმ დარჩენილი. იქ სასტუმრო გველოდება. იმედი მაქვს შეგვიშვებენ და ხო, თავი მშვიდობით ჩავიდეთ. წავედით. ვერ გელაპარაკები, გათიშულია სენა. რამდენი კილომეტრი დარჩა 50? 150. ვაუ! რაძმა თავგადასავალი თუ გინდა რა. ცოტა დავიტანჯეთ მე თუ კითხავ რა. ეს დღე დიდად ღიღვლიანი არ გამოდგა. დაგვაჯარიმეს გებრიელად. ამიდით გაგვიფუჭდა საკმარისად. რადოს ტუალეტში უნდა და ტუალეტი არ არის. ას, დავიტანჯეთ. საით ვიდივართ? Samsung პირდაპირ. ხალხო, აბსოლუტურ გაურკვევლობაში მივდივარ. What the fuck? არჩოქია, წვიმა, ღამეა. What the fuck is this? Pay archas. და ლადოსაც სერაზე ვერ ველაპარაკები, იმიტომ რომ დაუჭდა. რა ხდება? Hello? Where are you going? Where are you going? Khashur? Yeah. Okay, let's go together. Კარგად მივდივართ. კი, let's fucking go! Turkets! ვერაფერი რა თქვა, მაგრამ თან გავიგეთ ყველაფერი რას თქვა. ჯიგარი კაცია. მოკლედ მეგობრებო, საკმაოდ უიღბლო დღის მერე ისეთ მაგარ სასტუმროში გავიჭიდეთ. უბრალოდ Google Maps-ზე პირველი რაც მომიდო ის გავხსენი, 4.1 ვარსკვლავის შეფასება ქონდა, 3 ვარსკვლავიანი იყო და ფასო დავხედე, ძალიან კარგი ფასი იყო. დაახლოებით 200 ლარამდე იყო ერთი ღამე, ნუ ორი კაცი ვართ, რა თქმა უნდა, გავიყოფთ და 100 ლარი ერთ ღამეში მშვენიერია. მოვედით ჯერ რო გადავიხადეთ თანხა, ვკითხე იმ ადამიანს, ბრექფასტი შედიოდა თუ არა და ბრექფასტიც კი შედიოდა ამ ყველაფერში და ოთახს შეხედეთ. ეს ღამეა თან. დილით რო გათენდება გაჩვენებთ აუცილებლად. ოთახს შეხედეთ, შემოვედით და სულ არის პანორამული, ისა რა ქვია, ხედი. ანუ სულ შუშები არის. რა მინდა მე აქ ლადოსთან ერთად? სად არის ჩემი შეყვარებული? მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი ბანძი დღის მერე, ესეთი კარგი და მოსასვენებელი სივრცე გვაქვს და მინდა რომ შვიდად გამოვიზრებ და ძალიან ლამაზი ხედიც გვექნება ხვალ აუცილებლად. ეხლა წავედით დავიძინო. ამაში ანუ შემოვიდი ჯერ ხო ეს თლიანი კედელი ხედი არის. აქაც ხო ხედი არის. აქაც ლადო ეს არ გვაწყობდა მაგრამ ბიჭო დაღამდა. ამას ველოდები 9 საათია უკვე. ხო და მოკლედ იმ გალუმპვის დაჯარიმების სიცივის მერე ესეთი ოთახი ძალიან სასიამოვნო არის და კარგადაც გამოვიძინეთ, კარგადაც ვჭამეთ და ეხლა всё მივდივართ სტამბულისკენ. დღეს გველოდება ყველაზე გრძელი გზა და იმედი მაქვს რომ შვიდობიანად ჩავალთ, საჯდომი არ აგვტკივდება. ლადოს სახსრები გაუძრებს, არ ვიცი, რა ხო, წავიდეთ ეხლა ბაიკებისკენ. აი ჩვენი ქალბატონები გველოდებოდნენ, კიდევ კარგი პარკინგი ჰქონდათ და კამერები არის, რომ დავტოვეთ ზემეთი ჩანთები, არ მოგვიწია მოხსნა ამ ყველაფრის, აი აქ რაც არის დამაგრებული და ზევით ატანა. მარტო საჭირო ნივთები რაც იყო ზურჩანთაში და ბაკის ჩანთაში ეგენი ავიტანეთ და ესე გემრიელად ავედით, ჩამოვედით, ჩამოვისეთ. ძალიან კარგი იყო. და აი ყველა სასტუმრო ესეთი იყო, სადაც გავჩერდებით მინიმუმ. ლადო, ამოქოქე წავედით, დღეს გვაქვს ყველაზე გრძელი გზა, არ მახსოვს გითხარით თუ არა, მაინც გავიმეორებ. მივდივართ 700 კილომეტრიან გზაზე, რომელიც არის სტამბულისკენ. და ალბათ სადღაც 10 საათი მოგვიწევს ჯამში გაჩერებიანად ყოფნა, იმიტომ რომ სიჩქარეს ვერ ვაჭარბებთ, იმიტომ რომ თხლიში უკვე ჯარიმა და ცოტა მოგვიწევს რომ წესივრად ვიაროთ. რა ვიცი, გამოვა ალბათ რაღაც. ჩავართ ოდესმე. ლადო, 4 ლირა არა გაქვს? 4 ლირა მინდა ზუსტად რა. ზუსტად 4 ლირა მინდა. 4. აჰა. 4 ლირა. მათამაშე ბიჭო რა. არ მათამაშეს მეგობრებო რა. 4 ლირას არ მაძლევს. თუ ვივლით დღეს ჩავალთ ძალიან კარგად მივდივართ. აი მე სახები მეზილა ისევ რაღაცა ბანძობა ბეზის სადგურებზე მიწევს გაჩერება. სადაც ჩემი სოკარი მომეცით თავის ვიმარტით 1000 ჯერ მიჩვენია რაღაცა ოხუნჯობებს. აქვე და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო GoPro Georgias, რომელმაც სცენა მაჩუქა, ასევე კვადლოკიც მისაჩუქრა, სადაც მობილური მაგ დამაგრებული და სცენაში ყველაფერს უსმენ და ეს მრავალსაათიანი გზები ძალიან მარტივად ჩადის, მართლა ჩადის არა, გადის.
მე ჩავდივარ დრო გაჩერდა. თავისი დამიწყოს ყველაფერი, თავისი დამიმაგრეს, არა მარტო სცენა და კვადბლოკი, არამედ თვითონ კამერის სამაგრით სამჩაფხუძე ინდივიდუალურად გამიკეთეს და ძალიან დიდი მადლობა მათ აქედან. ასე რომ რაც არ უნდა დაგჭირდეთ, მიბრძანდით, იქ ყველაფერს ნახავთ, რაც შეიძლება რომ საერთოდ მოგაფიქრდეთ თქვენი მოტოციკლების გადაადგილების კომფორტისთვის. ვახ, ბიჭო, თვალები გამომიშრა ძალიან. აუ, რატომ მოვიფხარ, ეხა ისე ვიფხარება. ხო, ნეტა ჩემი ალერგიული რეაქცია ყოფილიყო ყველაზე დიდი პრობლემა და არა ის, რომ ყოველ კილომეტრში წვიმდებოდა, გადაიღებდა. წვიმდებოდა, გადაიღებდა. წვიმდებოდა, გადაიღებდა. აღარ შემეძლო უკვე ბოლოს. ვაიმე, მეგობრებო, ღრუბელს შეხედათ. უნდა გავასწროთ სასწრაფოდ. ლადო, წადი, ლადო. ელი გზა ესეთ ღრუბლებს გავურბივართ და ეს ყველაზე საშინლად დიდი არის. ეს არის. ესეთ რამეში მოვყვე. გაციებას ავიკიდებ. არ მინდა. აი, დამეწყო, გაციება. თუმცა საბოლოოდ ამ საშინელ ღრუბელს გავცდით და თურქეთში არც ისე სასიამოვნოდ გატარებული დროის შემდეგ, აი ეს ულამაზესი გზები დავხვდა. უკაცრავად ბათუმში ვარ. თუ ეს რა გვირაბებია? ბათუმი აქად მოიტანეს? უი, დედა, აქ რა ხდება? კიდევ კარგი აქ თავხარეს არ მოვდივარ. კიდევ კარგი. უი, თქვენ საწყლებო. სალამი, როგორ ახარ? სალამი. აი მე არ ვდგავარ საცობში. ალბათ ეს კომფორტული გზები და ლამაზი ხედები იყო ის ერთადერთი, რაც მაძლებინებდა ამ უსასრულო სიარულის განმავლობაში და მზის შესვლამაც იდეალურად დააგვირგვინა ეს უგრძესი დღე. მაგრამ ეს ხო თურქეთია, ყველაფერი მშვიდად ხო არ ჩაივლის და ეს მოხდა. ეს რა იყო? ბორბალი გაუსკდა მე მგონი. გული გამისკდა ბიჭო. არაფერი არ გამისკდა ერთი თავი დამანებით. რა შანსია იმის რომ გვერდზე გაგისკდეს ვიღაც ტრაილერის ბორბალი. არ ვიცი რა შანსია, მაგრამ კი გასკდა. What the fuck? კარგად ვარ. აი წავედით გავაგრძელეთ გზა. ნუ თავარია ისეთი ნაწილაკები არ მოხდა რომელიც დამაზიანებდა, საბოლოოდ სასტუმროში მივედით და მშვიდად გამოვიძინეთ. ეს ისა თბილისის ანძა ბიჭო. რა ლამაზია. ცეცხლზე სად გავჩერდები ბიჭო. არ დამარყოთ, გთხოვთ, არ დამბრიდოთ, გეხვეწებით, არ დამბრიდოთ. მხოლოდ ერთი ფოტო მინდა, მეტი არა. მხოლოდ ერთი ფოტო, არ დამბრიდოთ. წავედით ლადო, წავედით, სალამ. კიდე 1000 ლარი აჯარო მომარტყეს. გთხოვ, დამაგდეს მობილური, წავედით ლადო. ხოიტო, ვერ ვაგზავნე. ვეყერეს ვაგზავნე. ახლა ეს ნორმალურია, უცებ მეთქი და გაჩერდა 700 წელი. სად მიდივარ და ჯანდაბაში, რა ვიცი მე. პატოლი ვარ მიჩველეთ. არა, ვაფშე არ ვარღვევ. საერთოდ არანაირად. დიახ. ვაიმე. არა, ეს გათვლა, ესეთი გზა არის აქ. მოვედი ლადო. სად ახარ გეროდები ამდენი ხანი? რატო დაიკარგე? მოდი გზები აყარ შემეშალოს თუ შეიძლება. 12 seconds later. აი იმენა დებილიო. ასად გასშვები არა ვარ რა. მე ვიძინე გადავხვიე სხვა ადგილას. მოიცა ლადო არ ტახვიდე ლადო. მოიცა ლადო არ დამტოვო. ალო, მოდი ვარ. გავერთე. YouTube-ზე და მოდიში რა, მოდი ვარ, იქ დამივარ და რაღაცა და მაგიტო შევუხვიე თორე. კი არ ამრევია. ეხები შეფოლაგებული მაქვს. ერთ ფეხი, მეორე ფეხი. ჯათვის მიუგო რა. 130 დავდივარ, speed limit-ით იდეაში 130 speed limit-ი. ლადო ბიფრიავს ეგრე გეგონებას ვიღაცა მოსდევს და გაურბისო. სად ჩქარება? მაინც ერთად მივდივარ. ჯარები ჩვენი უკვე აკიდებული გვაქვს. ზევიდან დამატების დიდი შანსი არსებობს. აი დავდივარ ჩილაობ, ხო?
დაუწერეთ კომენტარებში რომ ლადონელა #ლადონელა ყველამ დაუწერეთ. მოკლედ მოუახლოვდით ბულგარეთის საზღვარს. თურქეთი რო შევაჯამოთ მარტივად, საკმაოდ კარგი გზები აქვს, ზოგი ფასიანი გზაც არის და შესაბამისად ძალიან კარგი სწორი გზები არის. ბუნებაც ბევრ ადგილას საკმაოდ ლამაზი იყო, მართლა ვერაფერს ვიტყვი, მით უმეტეს სამსუნისკენ როცა მივიდიოდით და ახალი გადმოლახული ქონდა საზღვარი, მაგრამ არ ვიცი რატო ჰაერში იგზობა სიბძიმე, დეპრესია, ნეგატიურობა. შეიძლება იმის ბრალია რომ დაგვაჯარიმეს, მაგრამ მაგის გარეშეც აშკარად რაღაცა ვერ არის რა. მარტო როდესაც ჩაიზე დაგვპატიშეს და რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა, მარტო მაშინ ვხედავდი მათ ბედნიერ სახეებს. დანარჩენი აბსოლუტურად ყველას დაღლილი სახე ჰქონდა, ეგრე შევამჩნიე ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ნუ არც ესეთი სასიამოვნო არის, როდესაც პირიქით გინდა რომ ახალ გამოცდილებებში ბევრი დადებითი გარემოება შეიქმნა. ეხლა გადავალ ბულგარეთში და ვნახოთ იქ რა სიტუაცია იქნება, იმედი მაქვს რომ უკეთესი და უკეთესი გარემო დაგხვდება. Nice trip. ძალიან გაგვიბართა ამ საზღვარზე ლადო რაღაცის მაშინებს ხოლმე წინასა. ძალიან მოწონს დრამატულობა რა, მივხვდი რა. რაღაცა იქ აფე გამოვია. სო იმიტომ მე ვარ რა. სო ეგა. წვეჭი მარდალს ამოძარა. კილოცავ ჩემთან ერთად რო ხარ. კილოცავ. Perfecto. ბიჭო, პირიქით დაგარ წითელი ზევით უნდოდა. აი გადავა. არა, და მეტი არა მაგ. მე ვიცი სოლუშენი. აი მეგობრო. დავაკარი ბულგარეთის დროშა. კაივე კაიფები სადაბრია. ხონდა ჩაგიშხამოს. ამ რამოდენიმე დღიან მოგზაურობაში რაც ვისწავლე არის ის რომ ლადოს სიტყვებს პირველ ჯერზე არ უნდა ენდო. ჯერ უნდა გადახარშო, გამოიყვანო ყველა ფორმულაში, დააკვირდე მის გამომეტყველება სარკაზმი ხომ არ არის შემთხვევით და მხოლოდ ამის შემდეგ დაეთანხმო. ანუ ვარყო, გაჩნია ფორმულაში როგორ სწორად ჩასვი. დაჩეხებო ბულგარეთს ულამაზესი გზები დავხვდა, რომელიც მე ძალიან მიყვარს, თავისუფალი ავტობანები, თუმცა აქაც ვუფრთხოდით პოლიციელებს, რადგან იგივე სისტემით მუშაობდნენ როგორც თურქეთში. საბედნიეროდ არ დავჯარიმდით, მაგრამ მაინც ფრთხილად ვიყავით და ვანელებდით, როდესაც ვამშვენდით პოლიციის მანქანას. ერთადერთი სერიოზული პრობლემა მხოლოდ წერებმა შეგვიქმნა. აი ეს ძმაკაცი მე საათზე მეტი ჩემთან ერთად იყო. მასთან ერთად ძალიან ბევრი კილომეტრი გავატარეთ, თუმცა სამწუხაროდ მე მოვწმინდე. Goodbye my lover. Goodbye my უკაცრავად გავაგრძელოთ. სოფიამ და მისვლა კი ძალიან სასიამოვნო გამოდგა, რადგან ცაზე ჩემი საყვარელი მზის ჩასვლის ფილმი გაეშვა. ვაუ, რას მეუნები, რა სილამაზეა. მთელი გზა შევიძლია ამაზე ხა ვუყურო. ძალიან მაგარია, ძალიან. რას მეუბნები? რა მაგარია. მადლობა ამაზე შედეგისთვის. Op. Country road. Take me home. Can I do it by card? დაჯიგარია თავის ფული მოგცა, რითაც შეგვიძლია რომ გავრეცხოთ. დაჯიგარია. აი, კაი ტიპებიდან არიან. არ ვიცით მოო, ლადო თავიდან იწახდა რომ ის აუცუდი ქვეყანაა. ესა თავარი როგორ მიუდგები რა, მეგობრებო, აქ გეუბნებით რომ თავარი არის თქვენ როგორ მიუდგებით ნებისმიერ რამე. შეიძლება ცუდი რაღაცები მოხდეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ხდება. რაც არ უნდა კარგად მიუდგე, შეიძლება ცუდი რაღაცები დაგევართოს. მაგრამ არის შემთხვევა ყოველთვის ეგრე არის, თუ ერთხელ მოხდა ცუდად, არის შემთხვევა ყოველთვის ეგრე იქნება. შეიძლება რაღაც გამოსწორდეს, ასე რომ აი ჯიგარი ორივეს მოგცა თითო-თითო. რომელსაც შეგვიძლია გავრეცხოთ.
ორივე შევაყენებთ, ორივეს გავხაფავთ და ასე შემდეგ. მაგარია რა. კაი ხალხი მოვასწრებთ, მაგარია. საწავედი ბიჭო. მიდი აბა წადისავდა წავიდეთ. აქ არ უნდა სადა. ერთი მოიცა. ლადო გზა გახსოვს ლადო. შირო გამოვიდეს მოპედი. ხო, მანდ მინდა. მიდი ხო, წადი და მოგხვევი. მიდი დროს კარგავთ, სად დაბაბოდიალევ, კაცო. როგორ იცი ხოლმე რა ეს უცნაური რაღაცეები. არ ვიცი როდიდან მოყოლებული, მაგრამ ფაქტია რომ გზა ძალიან ხშირად მერევა. არა და Google Maps მივხვები. იდეაში, სოფიაში უკვე ბაიკერებმაც იმატა და რა თქმა უნდა ყველას ვესალმებოდით და გზა და გზა ვერც მოწყნილობა გვამარცხებდა. წადი წვანია. აუ ლეტა ჯარი მოგივიდეთ ისეთი მეძიერი ვიქნები და მე გადაგიხდისებოდა. და ამ გართობაში სერბეთის საზღვარსაც ძალიან მალე მივუახლოვდით. სალამი მეგობრებო სერბეთიდან. როგორ ბრძანდებით? დღეს ვაპირებთ სერბეთში არ გავჩერდეთ, პირდაპირ გავცდეთ და ჩავიდეთ. მეგვიწევს უნგრეთში და დავჩეთ ქალაქ ეხლა ვეთქვით უკაცრავად ქალაქში ვერა ვარ კარგად. ქალაქ ზეგეთში, ანუ ზეგ ჩავდივართ და ახლა დრო არის რომ დავაკრათ სერბეთის სტიკერი, ეს ლადოს ტრადიციაა და მეც შემოვერთდი ჩემ იმაზე ვაცავა სტიკერი. ოპა, ეგ არის. დაიკეცა ბორჯომის მერე სერბეთში ეგრევე. ბორჯომიდან სერბეთში პირდაპირ რეისით. არა პრობლემა არ არის. თავარია ენთუზიაზმი მეგობრებო. აგერ პირველი ნათელი მაგალითი არ აუცილებელი ნელ-ნელა გაზარდოთ. პირდაპირ ლეწეთ ევროპაში ბორჯომიდან. პრობლემა არ არის. ძალიან დიდი პრობლემაა, არ დაუჯეროთ. 5 წუთში რა შეიძლება მოხდეს, მაგას არ ფიქრობს ეს ადამიანი. ამისგან მაგალითი არ აიღოთ. კი, ჩემ თავზე ვამბობ. გზა ამ დღესაც ძალიან გრძელი იყო და გასართობად პლეილისტი შევცვალე. აბსოლუტურად იგივე გააკეთა ლადომაც, მაგრამ ხასიათი სრულიად შეუცვალა. ავიცი მეგობრებო, ლადოს რაღაც დაემართა. ვერ გეტყვით. თუ ვერ ქაობს. არ ვიცი. Ask him what he like about me. Body so petite, make him right about me. Claiming that he love me, gon' do right by me. I'm the baddest in the room, none in sight like me. Let him smack it, got him fiending, it's a habit. Silly rabbit, got a trick for the cabbage. Bad attitude, got him calling me a savage. He said that I'm mean, I ain't even let him have it. აიმე, გასაწმენია. მეგობრებო, კომენტარებში დავწეროთ ლადოს. ლადოსთვის დავწეროთ მისამართები, სად შეიძლება რომ იკურდალოს. აღარ შეიძლება ასე, ამის ესე დატოვება, ცოტა მისახედია. რა საკეთ? ორკესტრი დირიჟორია? ხო არის, კარგად. ლადო, ნიმბსილი ხო არგი და ლადო. ლადო, ტერაფლუ? კორსიზი? რა გაწუხებს ვითხარი ლადო, იუპროფენი ხო არგი და. ლადო, ხო არ დაგაძინოთ, ლადო. ვაიმე აღარ ეშველება, მორჩა. გაჭედა всё. ყველაზე დიდი პრობლემა სერბეთში იყო მწერები, რომელიც იმ რაოდენობით გვასკდებოდნენ და გვაკვდებოდნენ ვიზორზე, რომ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გვიწევდა გაჩერება და ჩაფხუტის გაწმენდა. ვიღაცა ასხავს ზევიდან არ ვიცი, დიდი მადლობა. Hi. You need help? No, I'm waiting for my friend. Ah, okay. Have a good trip. Hello. Having a good trip? Yes. ასე ძმაო რა ედვენჩერება ერთმანეთს გავიტანოთ. რა როგორ გამოდის? კი შემოტანილები ვართ ედვენჩერებში. ახლა მიგუნები რა პრობლემაა. მოკლედ მეგობრებო, ყველანაირი პოზა დავამუღამე უკვე ამ მოტოციკლზე, რაც შეიძლება რომ კომფორტული იყოს. ერთი 5 პოზიცია მაქვს. ეს არის ჩემი საყვარელი, რომელსაც ქვია გარშოკი. ეს არის ჩემი მეორე საყვარელი, რომელსაც ქვია რომ აი მადარდე რა. აი ეს ქვია ამას და დანარჩენსაც მე ნელ-ნელა გაგიზიარებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე რა თქმა უნდა ლამაზი ხედების ყურებაში გავერთე და ამასობაში ჩემი პარტნიორი დავკარგე. კი პარტნიორი არა, თანამოგზაური დავკარგე. აი ლადო. ხალხო ლადო დავკარგე. ლადო დავკარგე. ლადო არ არის. თქვენ მეუნებით არ დაიკარგო და აგერ ლადო დავკარგე. სად არის ლადო? ლადო არ მოდის. ვინერვიულო ეხა თუ რა ხდება? ლადო მარიცის და ამის გამო გავჩერდით. Vaita SSE
არამერე. იქით დააკარჯობია. გინდისე იყოს, გინდასე იყოს არამერე. არა, ვაიცი, პირიქით წითელი ზევით უნდა. არა, ზევით უნდა, მართლა ზევით უნდა, ბიჭო. იყოს ბიჭო. რა იყოს პირიქით დააკარი, ბიჭო. კიდე მატყუებს ბიჭო. აღარ შემილია ამას აგამ გავა. ომაშორე დაგედან. აფერისტია ეს ვინ არის? ეგა, კაია. აი, მე ბაბრალებს კიდე რაღაცები გზაგერევაო. საცა მოვიდა. აი. მიდი და ენდე ეხლა ამასა. ზეგეთში მივდივარ და სადღაც წავიდა ხვალიზაზე. აი გაუგე ეხლა რა უნდა. მეგობრებო, ზოოპარკში ვარ, წამოვიყვანე მამაჩემი. და ეხლა დავათვალიეროთ ყველაფერი, მაგრამ თავარი ვიცოთ რომ წამოსული არის ჟირაფოკატები. ეს უნგრულად არის ჟირაფოკატი. ცხოვრებაში ნანახი არ მყავს ის ბავშვობაში გვეგონა რომ ყველა ვნახეთ თუმე არ ყოფილა საქართველოში არასდროს ჟირაფი. ხო და ეხლა მინდა რომ ჟირაფი ვნახო და წავედით დაგათვალიერებინოთ ზეგეთის ზოოპარკი. ლეოპარდია, ბიჭო, რა მასია ხო არ ღადაო. ლეოპარდი არა, ეს არის გეპარდი, ძმა. გამარჯობა. თითო. ეი. ყველაზე სწრაფი ისა რა ქვია. იაგუარი არის ყველაზე სწრაფი. არა. მაგარია. აუ, იქით არის ნიანგები. შემთთვის ყველა საშიში ცხოველი მსოფლიოში. აიმე, ნიანგები ძალიან მეშინია. ეხლა გავხედოთ ნიანგს. ბიჭო, ნიანგების ძალიან მეშინია. ხო არაფერ შუაში ვარ და შორს არის ხო, მაგრამ გული მისკი. სადა? აგერა, ნახე ორი ცალია. ბიჭო. ом გული მისკდება ამათზე. ვაიმე შედის მიშოვნეთ. სიცოცხლე მობეზდა ამასა. ვაიმე შეჭამენ ახლა. მიდის მაგერ საჭურე. ეს პატარა არის ხო? ეხლა ნამდვილია ესა. ოფიე განძრეულა წყალიც არ მოწავს. თვალიც რა დაუხონხონია შეხედე. არ მინდა ნიანგი თქვენი იყოს. ეს რა არის? ეს ის არის ვულვერინია მე მგონი. გამარჯობა. მეცა მოვიდე გნახო. ეს რა არის? ხოჭა ძაღლის როდის. გამარჯობა. ეს საყვარელია. მაგრამ ეს მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ის არის რა ქვია. აგრესიული ცხოველი არის, რომელსაც ეჭვია მე მგონი. ჟირაფი ბიჭო! ოპა! ცოტა ჟირაფთან მივიყვანეთ, არც ერთი ცხოველი არ მაინტერესებს, ცოტა ხანი დავალებით. მაგარია. აბა ჟირაფი ნახე, რა მაგარია. აუ ბედრიერი ვარ, რა მაგარია. რანაირი ცხოველია. მაგარია. всё, ძმაო, ჟირაფი ნახე ყავს, თორმეში ყველაფერი ნახე. აკლემიც გაიჩნდა თავის ბავშვთან ერთად. აი, პედერა ბავშვი ყავს. ორკუზიანი აკლებია. ორკუზიანი აკლები მე მგონი არ ყავს ნახე. რას გავხართ? მოდი სადღაც არის ვებხვიო ესე წერია და. აუ, ეგერ არის ბიჭო. აი, თავი წამოყო. გამარჯობა. აუ, რა მაგარია. გამხელა ბიჭო, შეხება. იმენა გიგანტურია. ხელათათი აქვს ბიჭო. ლეოპარდია. გამოძველი და შეგხედო. რა ვიცი რამდენად ჩემს, მაგრამ ეგ არის შეყუჟული. მინდა რომ მოვიდეს ახლოს და მოვეფერო. რა შეიძლება ვითო? რა არის? ეს არის რა ქვია, snow leopard-ი. ხო, აი? ბიჭო, იმენა ვიცი რა. აიდან ვიცი. ჩემია, ცხოველები ჩემია. შეხედეთ რა დგას. რა საყვარელია ბიჭო. ყველაზე პატარა ისა გარეული დიდ კატებთან შორის, ხო? ყველაზე პატარა არის. ვაიმე, რა სიყურები აქეთ? გამარჯობა. ომები ბიჭო, რა ხოს არიან? შეხედე. წამოყო თავი ბიჭო. ვაიმე ბიჭო, რა ლამაზები არიან. მაგარი. ბემბები გაიცითნე. ჩიარი. ჩირო მაგებია. ვაიმე, რა საყვარელია. ლამაზია. ოჰ, რა კაია. ოჰ, მან მე სიყვარსო კაია. ის პატარა რა ჩაგავცი. მაგას როგორ იქებია? გამარჯობა. აი, what? აუ, მაგარ მიხარია ცხოვრება. ნაუ, იქ ფოტორქარი? ნახეთ რა სასაცილოები არიან. ნახევარ ძეზე ფიცხებიან ზაგარს იგებენ, ნახევარ გრილდებიან ფეხებით ეს ჩაჭუმბალავებულები, ჩვენერები არიან რა. სხვაში ფეხებს რო ჩადებ და რო იზაგრები თანძები და ეგეთ თემა. ეს შევაშინე ბიჭო. სპილო.
რამე ციფანი დაგოაქ. გრილდება, წყალს ისხავს. აი მე უკაცრავ. დიდი ბოდიში. აი ეს გასგონა დავაჩი ხედე. მასე ხედე. გამარჯობა. მოდი. გამარჯობა. ჩაუწე. ეს ყოლელია ბიჭო. იმას დაეძინა. აი მე გაიღვიძა. შეხედე როგორ ეძინება. დაიკეცა ბიჭო. ეს სურიკატები დააღწოს. ეს არის ლეში ჭამიები, ქართულად არ ვიცი რა ქვია. შეხედეთ. მაუგლის უგახნა ხი 3 არიან ეგენი არიან ესეთი. თავზე ბეწვი იმიტომ რა აქვთ რომ კარკასი რაც რჩება სხვა ცხოველის, იმ კარკასში ძვრებიან და შიგნიდან იღებენ ხორცებს და შესაბამისად თავზე ევოლუციის მიმდევრობით ვერ გაცვიდათ ეს ბუმბულები და ბუმბული საერთოდ თავზე არ აქვთ. კენგურუ, მოდი გოგო. ალბინოს ხები გაიჩიტა. აუ იმას ხები შეხედე რა მხედა. ქებთან თხილად იყავი მაინც. არაფერი არ ვარ. ეს თავის გატრიალებს შეიძლება მოხდეს მაგრა. აუ რა გაუსწორდა. ჩულელი. როგორ დანდებით? ოი მეშ. კამერა ცოცხალი ხარ კამერა. აუ რა მწვიტა. ძმაო ტექნიკა მეც მინდა რქა რა. ასე ზუგსა მოვიფხანდი. ასე დაიხმარე ლადო დაიხმარე მიდი. აუ ეხლა ლადო დასაბანია და ეს არ დაიბას სამი თვე კიდე. აუ როგორ მაინტერესებს. გასაყოლები არის. გაიგე ეხლა ბავშვები უფრო ერთობიან თუ ეს უფრო ერთობა. ოპა, გამოვიჭირე. მოდი აკა. მაგარია რა. გამარჯობა. ბეგემო, ფაიმე პატარა ბეგემო. გასაყოლებია მუჯიკ ხო? მუდენგი რო იყო თუ გახსოვთ ეგ არის. ეს არის ფიგმი ისა რა ქვია, ბეგემოტი, პატარა ზომის ბეგემოტები არიან. ვაი, ესე ციροა. სირაქლემა დავინახე, მოდი. გამარჯობა. ბიჭო რამხელა. Hello there. აი ციტელი პანდა გინახავთ მეგობრებო? ელაცა გაჩ. აუ ციტელი პანდა. აბა, ჟირაფისა. ჟირაფის მონეტა. ყველაზე კარგად დახარჯული 10 ლარია სოფლიოში. ძახარია. სუვენირების მაღაზიაში შემოვედი, ეხლა აქ მე ჟირაფი ვარ ვიყიდო. მე აქედან ისე არ წავალ. ჟირაფოკატი უნდა ვნახო და ვიყიდო. ჟირაფი. ეს ერთი ჟირაფია. კიდე როგორია? კიდე ესეთი ჟირაფია. ეს ჟირაფი საყვარელია. კაიფას ძღის ჟირაფი არ მოწონს. ჟირაფის ქოლგან ამდენად თავმინდა. ეს აუ, კაი, ხელზე გასაკეთებელი რაც მინდა. თუ მინდა. აუ, ეს მომყავს, შო. ეს მოდის ჩემთან. მოტოზე ვამაგრებ და მომყავს, შო, ეს ჟირაფოკატი მოდის ჩემთან, მეგობრებო, ეს ჟირაფოკატი, შო. ჟირაფი ჩემი საყვარელი ცხოველი გახდა უკვე. ამას ფასი რა გიხოწები? 20. ეს 20 ლარიების. კიდე რამე თუ არის, აბა. I'll take this one. And this one. These two. That's it. Thank you. Bye. ჟირაფის სუვენირები ვიყიდე. მე რა მიყიდა არაფერი. შენ რა მიყიდა? მეორე ჟირაფი. ჯამოზაკი. ეს ჟირაფი აქ მოდის. მოდი ჩემო ჟირაფუკა. ოპა! ჟირაფი ყავს. სახელი რა უნდა დავარქვა სახელი? მოვიფიქრე. ჟირაფოკატი ქვია. ნორვეჟი ქვია ჟირაფოკატი. მოვილიეთ ზეგეთის ზოოპარკი, ჟირაფოკატები ვნახე რაც თავარია. აი, ჩემი საყვარელი და ფავორიტი ცხოველი გახდა აბსოლუტურად. აგერ ერთი სუვენირი, აგერ მეორე სუვენირი და აგერ მესამე სუვენირი, რომელიც უკვე ყველგან გამომყვება. კლე ძალიან ბედნიერი ვარ და ეხლა გავაგზავნებ გზას, წავალთ ჩეხეთისკენ. დღეს დავშებით ბრნოში, მე მგონი არ ვიცი, 7-ში მომატყუა ყველა და არ ვიცი ვეღარ გავიგე. სადაც არის ტრეკი და სავარაუდოდ შევალთ, რა თქმა უნდა, თუ გამოგვივიდა ეგ ამბავი და წავედით ეხლა დავერეკეთ მაგით. მოკლედ უბედნიერესი დღე გავატარე ზეგეთის ზოოპარკში, სადაც აწუყვე ჩემი ფავორიტი ცხოველი ჟირაფი გავიცანი. ხო, ჟირაფი ვნახე, რა მაგარია. თუმცა როგორც ჩანს ცხოველების ნახვის დღე მანდ არ დასრულებულა და გზაზე ეს ულამაზესი ირმების ოჯახი დავინახე.
საოცრება იყო ამის ნახვა მაღალ ბალახებში ეს უზარმაზარი რქები რომ მოჩანდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ამ დღისთვის საკმარისი უცნაურობა არ იყო და ერთ-ერთ შესვენებისას მოდის ჩემთან ადამიანი, მესაუბრება ნაცნობ ენაზე და გახედვისას ქართველი ბაიკერი დავინახე. აბა, კარგად მშვიდობიანი რაიდი. რო ჩახვა, მე მოიწერე მასა რომ აი ჩავედი მშვიდობით საქართველოში დავბრუნდები. ეს ადამიანი ახლა ვიც ნახეთ, ვისაც დავემშვიდობეთ, ჯერ ჩვენთან ერთად მოდის, მაგრამ არის ქართველი ბაიკერი, რომელიც შემთხვევით შეხვდა უნგრეთის ერთ-ერთ ბენზინსადგურზე. ხო, ახლა თვითონ მიდის ავსტრიაში, მიდის ვენაში, ჩვენ მივდივართ ჩეხეთში და ზუსტად 1 კილომეტრში არც კი მეგონი გზა იყოფა. ზუსტად ბოლო წერტილში მოგვიწია შეხვედრა, სხვა მეტი წინ ვეღარ შევხვდებოდით საერთოდ და ძალიან მაგარი შეგრძნება რომ აი ესე არსაი და ქართველი ხდება. ოღონდ ყველაზე მაგარი არის რომ ბაიკით ხდება, რომელიც თვითონაც ბაიკით წამოვიდა ჩვენთან ერთად ფაქტიურად ოდნავ ავცდით დღეებში. აგერ არის ეს ბატონი. ქართული ნომერია რაღა დაობა. ხო და ასე უკვე დავემშვიდობეთ და ეხლა ვაცილებთ ერთმანეთს. აი ზუსტად ეხლა იყოფა ჩვენი გზები. თვითონ მიდის მარცხნივ, ჩვენ ვიდივართ მარჯვნივ. აგერ რადაც ემშვიდობება. მაგარია. აბა კარგად და კაი გზავრობა. ძალიან მაგარია. ესეთი საინტერესო რაღაცებიც ხდება თურმე. საინტერესო ისიც იყო რომ ლადო მოულოდნელად დაიწყო მოტოციკლეთის გაჩერება და მითხრა. მოვაკეჩი ვარ. საზღვარი გამოვიარეთ. საერთოდ აღარ მახსოვდა რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე უსაზღვროდ შეგიძლია იმოძრაო და ჩემი შინაგანი მეც ამოუშვი. აი, თავისუფლება საზღვრებს ბიჭო, გამატარეთ პირდაპირ საცამ მივდივარ. ბოდიშტეს ზედმეტი იყო, არ იყო საჭირო მეყვირა. დიდი მადლობა. პრინციპში მოცემულ მომენტში ყველაზე დალაგებული ვერსია გელაპარაკებით, იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში დალაგებულის არაფერი მეტყობა. მოდი გოგო აქ. როგორ ახარ? კოცხალი ხარ? გადარჩი. დავახართ. ხო არ ინერვიულად მეგობრებო, აქავარ. ამ ლამაზ დახუნძლულ და უცნაურ დღეს ისიც დაემატა რომ ღამით გადაადგილებისას ცაზე ეს ხდებოდა. აქვე დაგამშვიდებთ რომ თუ გრუხუნის იმ მიზეზით გეშინიათ რომ შეიძლება ელვა მოგხვდეთ, გეტყვით რომ გრუხუნის გაგონებისას ელვა უკვე დიდი ხნის აცილებული გაქვთ. ანუ სინათლე უფრო ჩქარია ვიდრე ხმა. და რადგან ხმა გესვით, ესე იგი სინათლე უკვე ჩაიარა. ანუ ელვამ. მართალია რომ ეს ფაქტი ძალიან კარგად ვიცი, თუმცა საკმარისი არ იყო იმისთვის რომ მე მშვიდად მიარა ამ ღამეს. Oh my god! მეგონი დაგვერხავ. ხო, არ დაგვერხავ ეს. Oh no! Oh my god! აბსოლუტურად ყველა ბუნებრივ ძალას უდიდეს პადობას ვუხდი ამ დღისთვის და მოდით ჩვენ ბოლო დღეზე გადავინაცვლოთ, სადაც უკვე დანიშნულების ქვეყანაში ჩავდივართ. მოკლედ მეგობრებო, მოვიდით ფერარის ბრნო მოკლედ მეგობრებო, მოვიდით ახლა ბრნოს ტრეკზე, სადაც გვინდა შესვლა მოტოებით, მაგრამ დაკავებული არისო ფერარებითო, ფერარების სავრიშო დღე არისო და წავედით ფერარებს მაინც განახებთ, მე ლადო და აგერ ჩემი ჟირაფოკატი, რომელიც აწის თუ დამყვება და ჩემთან ერთად იქნება. დავით. რუსავის ავტოდრომის გარდა არსად ნაყოფი არ ვარ და ახლა რეალურად პირველი შეხება მაქვს ესე პროფესიონალი დონის ტრეკზე, სადაც გონჩაობენ. რუსავში მარტო დრაგზე ვარ ნაყოფი და დრიფტზე და ახლა თვალს მოვავლებ რა და გეტყვით ჩემ პროფესიონალს დიახ, გეტყვით. მაგარი იყო, დავინახე, თქვენ დაგანახეთ. სადღაც ჩემეთ მეგონი შემოსვლა არ შეიძლებოდა და თუ გაგვაგდეს მე გავიგებთ რომ თურმე შემოსვლა არ შეიძლება. თუ არ გავაგდეს ესე იგი შეიძლებოდა. აი ყველას არ უკეთია, არა, ყველას უკეთია ბეჯი მე მგონი, ჩვენ ვიგეთია მარტო. აი ბიშველი. ნახე. სრული ციგიჟე არის ესეთ რაღაცები ხდება. მანქანებს რო უყურებ გული მისკდება. დაიშო ნახო ესეთი დონის მანქანას. კატაებზმა, ანუ ნახეთ რა ხდება, სულ ფერარის მანქანებია ესე ჩამწკრივებული, ლიანად ფერარის ივენთია და ვარჯიშობენ როგორც ჩანს.
ძალიან მაგარი არის. შეცვლებაზე მოგვიწია მოსვლა ზუსტად და ყველა აბსოლუტურად გაჩერებული იყო. სხვადასხვა შევხვდით ქართველსაც, დავით ახობაძე არისო, ესე გითხრეს თავისმა მეგობარმა, გამოდის ვარჯიშობს, რომელი ქვეყნის სახელით თქვა, აღარ მახსოვს. მინდოდა შეხვედრა, მაგრამ ეხა შესვენებაზეა და არ გამოვიდა, თუმცა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს ადგილას შემოვითხლიშეთ რაღაცნაირად, არ ვიცი და ესეთი კადრები გადავიღეთ. ეხა გავაგზავნეთ ჩვენ გზას. დატვირთული ემოციები. პირველად ვიყავ ესეთ სიტუაციაში და მართლა ძალიან მომეწონა. ალბათ ოდესმე რბოლასაც ვნახავ. ალო, მოდი ანჩანა. ყველაფერი მე ვიკელი და ეს მაინც ვნახე. არჩევით ჯარდები ხურე და ქევნახე. ბრნოს ავტოდრომა მართლაც რომ დიდი ემოციებით გამოგვაცილა გერმანიისკენ, რასაც უკვე 350 კილომეტრი გვაშორებდა. და ამ ბოლო კილომეტრებში პირველად დავწუნდი იმანდაზაში, აი ხართან რომ დააბაო. აი ხლა მე დაბაბრალებს კიდე გზები არ მერევაო. აი ეს ვარ შემაიმუნო მარტო მე კი არ მერევა გზები ლატოთა წერა გზები ორი დებილი მივდივართ ევროპაში ვერ გავაგლებთ დიდი მადლობა სადმე დაგვხდით მოგაკითხეთ წაგვიყვანეთ სახლებში დავაბრუნეთ ბოლოს ვატყობ სადღაც გამოგვაცხადებენ დაიკარგა ორის დასული მამაკაცი გამოცხადით ჩობელის სცენასთან ნუ თუ დავიკარგეთ სადმე მოტოს მაღაზიაში შეგიძლიათ გვიპოვოთ გერმანიაში ჩასვლამდე კი ბუნებამ თავისი მრავალფეროვნება ამინდიდან დაწყებული ხედებით დამთავრებული ბევრი რამე გვანახა და ამ ლამაზ გზებზე ნელ-ნელა დანიშნულების წერტილსაც მივუახლოვდით მოკლედ მე ხა დროს ვიხელთებ და გეტყვით რომ გადავწყვიტეთ გავჩერდეთ დრეზდენში რომელიც არის რეალურად პირველი ქალაქი რაც გერმანიაში შეგვხვდება. მთელი გეგმა მოცემული დაახლოებით 10 დღის მანძილზე არის ის, რომ მოძებნოთ მანქანა, სადაც 6 კაცი ჩაეტევა და დარჩება. იმიტომ რომ 10 დღის შემდეგ ჩამოდიან ჩვენი გუნდის წევრები, ასე ვთქვათ, და ჯამში 6 ადამიანი ვიქნებით და გვინდა რომ ისეთი ზომის ტრანსპორტი ვიყიდოთ, რომ ყველანი ერთად ჩავეტიოთ და თუ საჭირო გახდა მოტოვებით შიგნით შევსვას, ანუ ცუდ მარშრუტს გამოვზებნოთ და მარშრუტის ძებრას დავიწყებ დრეზდენიდან. ანუ ფაქტიურად ჩვენი პირველი გეგმა სრულდება დრეზდენში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროტურის პირველი მისია შესრულებული გვექნება დაახლოებით 9 საათში. 9 საათში ვიქნებით დრეზდენში. სანამ ჩავალ მინდა დრო ვიხელთო და დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩემ გენერალურ სპონსორს Leader Sports, რომელიც გვერდში მედგება მთელი ამ ევროტურის მანძილზე. ასევე უღმესი მადლობა ჩემ უსაყვარლეს სოკარს, რომელიც ჩემ ტრანსპორტირებაზე ზრუნავს. სოკარი არა მარტო ევროტურის, არამედ მთელი წლის მანძილზე ჩვენი მეგობარი იქნება. ასევე უღმესი მადლობა TGT Motors, რომელიც არის მოტოლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ისინიც გვერდში მიდგარან და მთელი ევროტურის მანძილზე ჩემთან იქნებიან და ასევე უღმესი მადლობა Snacks, რომელიც ასევე მთელი წლის მანძილზე ჩემ გვერდზე იქნებიან და მე მეგობრებიან. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მათ. და ეხლა არც ერთ კაყი რაღაც მოხდა. დრეზდენამდე რამოდენიმე წუთით ადრე მოიწია აქვით. შეკიადი ხო? რისი შეკია? თუ სიჩქარეს არ ბიჩვენებს? სიჩქარეს არ ბიჩვენებს. სიჩქარეს აღარ გიწევს და კამერებით ვეღარ აღიქო. ჩემი კაი, რაღა ბოლო მომენტში. ვაიმე არის დარდო, მოგხედავთ ძალიან მალე, კარგად იქნება შენ არის დარდო, ყველაფერი კარგად იქნება. აქედან დაგამშვიდებ და გეტყვით რომ ვაიმე უკვე კარგად არის და არაფერი აწუხებს, ხოლო მე ისევ გართული გზების თვალიერებაში ლადო რაღაცას მანიშნებს. გერმანიაში ვართ. გერმანიაში ვართ. გერმანიაში ვართ. ჩამოვედით გერმანიაში. წავიდეთ ახლა დრეზდენში გავაჩეროთ და საბოლოოდ აღვნიშნოთ ჩვენი პირველი გაჩერების წერტილის საფრთხეგრძელო, არ ვიცი და შეხედეთ რა ხედზე შევედით გერმანიაში. უბრალოდ სასწაული ხედი დაგხვდა. სპეციალურად ჩვენ დაგვახედვა გერმანიისამ, ძალიან დიდი მადლობა. აგერ ზეც მეგობარი. ძალიან ლამაზია. აი ამ ფოზე გავდივართ მეგობრებო საზღვარს რა. ნახეთ რა მაგარია პროსტა რა. გერმანიას თავისი ფორმალური საზღვარი აღმოაჩნდა, რომელიც უპრობლემოდ გადავკვეთეთ და უკვე რეალურად მივხვდით, რომ გერმანიაში ვიყავით. ჩამოვედით. ძალიან მაგარია. Welcome to Germany. Gesundheit. Hallo. Dankeschön. რა ვახართ? ეგა
არის მეგობრებო, ჩამოვედით გერმანიაში. მე ვაიმე ლადოს ქალბატონი. პირველი მთავარი გეგმა შესრულებულია. მოჭობიდან ევროტურში პირდაპირ ჩავედი გერმანიაში. ეს ასე ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ და აუცილებლად გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ წინ ძალიან ბევრი სახალისო და კარგი ვიდეო გელოდებათ. ეხლა დაგემშვიდობებით, წავალ დავბინავდები და დაელოდეთ მომავალ ვლოგებს. აი, გერმანიაში ვარ, ხალხო, ჩემი მოტო. ვაიმეთი ვარ, ვაიმე, ლადოს ქალბატონი და თუ არ ჯეთ, ეგრე აწერია. დრეზდენი, ბერლინი, გერმანიაში ვარ, ხალხო. ამ ცოტაოდენი გაჭედვის ფონზე მართლა გულით გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, რადგან ეგ არის ჩემთვის ის мотиваცია, რაც მაკეთებინებს ამ საინტერესო საქმეს. ამ 4000 კილომეტრის შემდეგ მე დაგემშვიდობებით და თქვენ კი დაელოდეთ მომდევნო ვიდეოებს.